როდესაც 1989 წელს პეკინში ტიანანმენის მოედანზე საპროტესტო აქცია გაიმართა, ხალხს ლიბერალური რეფორმის იმედი გაუჩნდა. მას შემდეგ 20 წელზე მეტი გავიდა და სიტყვა რეფორმას მახენჯი დატვირთვა მიეცა, ამბობს ჩინელი ისტორიკოსი ჯანგ ლიფანი. დღესდღეობით ჩინოვნიკები რეფორმით ამართლებენ მიწის წართმევას მოსახლეობისგან ან ახალი უბნების აშენებას, რაც მათი თქმით ეკონომიკურ ზრდას ემსახურება. 1980-იან წლებში რეფორმა იყო სიტყვა, რომლითაც ყველა აღფრთოვანებული იყო და მხარს უჭერდა. რეფორმატორული აზროვნება და რეფორმის პროცესის წინსვლა დადებით ცნებებს წარმოადგენდა. ახლა ყველაფერი სხვაგვარადაა. რეფორმა არის ცნება, რომელიც ხალხისთვის ნიშნავს ძარცვას. 1989 წელს ტიანანმენზე მიმდინარე აქციაზე შეკრებილები ქვეყანაში არსებულ კორუფციასაც აპროტესტებდნენ. პრობლემა ისევ არ მოგვარებულა და მმართველი კომუნისტური პარტია აცხადებს, რომ კორუფცია მის გადარჩენას საფრთხეს უქმნის. ანალიტიკოსი დევიდ ქეილი ჩინურ პოლიტიკაზე საუბრობს. კორუფცია დღეს სხვანაირად არის. ის მართლაც ორგანიზაციის საძირკველია, რომელიც მაფიაში გადაიზარდა, ოჯახი გახდა. 80-იანების მექრთამეობამ წვლილი შეიტანა მაშინდელი ფასეულობების ჩამოყალიბებაში და არღვევდი კანონს და ქრთამით შევიდი ცოტაოდენ თანხას, მაგრამ ამავე დროს ეხმარებოდი რეფორმის პროცესს და ამაში დამატებით ქულებს წერდი. ზუსტად არავინ იცის, თუ რამდენი ადამიანი გარდაიცვალა ტიანანმენზე მომხდარი სასტიკი დარბევის დროს, მაგრამ სავარაუდოდ ციფრი სხვადასხვა შეფასებებით 100-დან იწყება და რამდენიმე 1000 აღწევს. როდესაც ჩინეთის ოფიციალურ პირები ტიანანმენის მოვლენების შესახებ საუბრობენ, ისინი აქცენტს აკეთებენ სასიკეთო ცვლილებებზე, რაც ჩინეთში მოხდა მას შემდეგ, მაგალითად ეკონომიკური რეფორმები და ასევე საუბრობენ დემოკრატიაზე. საზოგადოების ტოტალიტარული კონტროლი 80-იან წლების ბოლოსთან შედარებით დღეს ბევრად შემცირებულია, ამბობს ჩინელი ისტორიკოსი ჟოუ დუო. ინფორმაციაზე და აზროვნებაზე კონტროლი 80-იან წლებში ბევრად მკაცრი იყო. თავისუფლება დღეს უფრო მეტად არის უზრუნველყოფილი, მაგრამ პოლიტიკური თავისუფლება მაინც არ არსებობს. განსხვავებული პოლიტიკური იდეებისა და ხედვების რეპრესირება ქვეყანაში ჯერ კიდევ ძალიან მძლავრობს. დღემდე, როდესაც მოქალაქეები ტიანანმენის სტუდენტების მსგავსად პროტესტის გაძლიერებას დააპირებენ, მათ მალევე იჭერენ და ბრალდების წაყენების გარეშე აპატიმრებენ. ანა კალანდაძე, ამერიკის ხმა, ვაშინგტონი.